ელენე ხოშტარიას პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს პირადი ექიმი მაკა იოსელიანი მოინახულებს, სწორედ მედიკოსის ვიზიტის შემდეგ გადაწყდება, როგორ გაგრძელდება მკურნალობის პროცესი. აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა. ცოტა ხნის წინ კი ქალთა მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებასთან კოალიციად ცვლილებებისთვის ლიდერები მივიდნენ. მათი თქმით, ელენე ხოშტარიას მდგომარეობა მძიმეა. ჩვენ აქ ვიმყოფებით, იმიტომ რომ დავაკვირდეთ პროცესებს, რომელიც ელენესთან ექიმების შესვლას უკავშირდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საბოლოო, ასე ვთქვათ, დასკვნისთვის ბოლო ვიზიტს, იმიტომ რომ ამის შემდეგ ჩვენ 2 საათზე უკვე გვექნება შეხვედრა პენიტენციურ სამსახურთან თბილისში, კერძოდ ჯანდაცვის დეპარტამენტთან. და ვიმედოვნებთ, რომ დღეს ყველაფერი დასრულდება იმით, რომ ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საბოლოო პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. როგორც ვიცით და საზოგადოებისთვის ცნობილია, მისი მდგომარეობა დღითი დღე უარესდება და ყოველი დღე მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისთვის. ზოგადად ეს არ არის მხოლოდ ელენეს ამბავი, ეს თითოეულ საქართველოს მოქალაქეს ეხება, იმიტომ რომ სიცოცხლის უფლება, ჯანმრთელობის უფლება არის ყველა ჩვენგანის ფუნდამენტური უფლება. ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებები ქართულ ოცნებაშიც გაკეთდა. რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური. ამის ზედმეტი პოლიტიზირება არაფერს არ მოუტანს არავის, არც არასდროს მოუტანი, ასე რომ თუ კი ვინმე გულშემატკივრობს ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას, თავარია აქვს სამედიცინო, მათ შორის მონაცემებს და ექიმების მონაცემებს მიყვნენ. რაც შეეხება სახელმწიფოს, სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა პატიმრისთვის უფასო სამედიცინო დახმარებას და ჯანმრთელობაზე ზრუნვას, როგორც ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაში, ამ შემთხვევაში სახელმწიფო სულად უზრუნველყოფს უფასო სამედიცინო დახმარებას. ეს საკითხი არის მედიკოსების გადასაწყვეტი, ეს არ არის პოლიტიკურად გადასაწყვეტის საკითხი და ამდენად ავიქნები კომპეტენტური ვისაუბრო ახლა იმაზე, გადასაყვანია მკურნალობისა და მეთოდია შესარჩევი და ასე შემდეგ. ზოგადად მინდა აღვნიშნო, რომ დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემა და იუსტიციის სისტემა არაფერს არ მოაკლებს არც ერთ პატიმრს და მათ შორის ელენე ხოშტარიას თუ რამე სამედიცინო დახმარება იქნება საჭირო. თუ ეს შესაძლებელი იქნება პენიტენციური დაწესებულების პირობებში იქ აღმოუჩენენ, თუ უკეთესი პირობები იქნება შესაძლებელი და აუცილებელი იქნება, მას გადაიყვანენ შესაბამის დაწესებულებაში.